მთელი ქვეყანა ორი დღეა საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ივანიშვილისა და პუტინის, თუგნებავთ ასე ვიტყვი და ასეც არის, პირადი ტუსაღის ტყვე არის სასაკვირველია, პატიმარია მიხეილ სააკაშვილის საჯარო ტექსტზე გამოქვეყნებულზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რომელიც ვრცელია ძალიან, მრავალ ასპექტიანია, საკამათოა, მოდი ასე ვიტყვი, სამსჯელოც არის. ზოგი ერთ აბზაცს დაეთანხმება და მეორე აბზაცს კი არა, ზოგი მეორე აბზაცს დაეთანხმება და პირველს კი გაემიჯნება პირველს კი უარყოფს. ბევრი ამბავია ამ ერთ რამდენიმე აბზაციან სტატუსში მოქცეული, ერთის მხრივ 2016 წლის ასე მაგალითად არჩევნების ამბავი, 2014 წლის ამბავი, 2023 კი არა 24 წლის ამბავი, 2003 წლის რევოლუციას ხსენებული, 2024 წლის არჩევნების 18 წელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერზე ახლა თქვენის ნებართვით მე არ ვისაუბრებ, მე ვისაუბრებ ერთ თუ ორ ან სამ მაქსიმუმ ასპექტზე. დავიწყოთ. არასოდეს დამიწერიაო ბრძანებს პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის მიერ პარტიების აკრძალვა სინამდვილეში მარცხის აღიარება, რომ მან მრავალწლიანი მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის მოსპობა. ეს სწორი განცხადებაა, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ასე, რომ ჩემი მოსაზრებაა, რომ სწორია ნაწილობრივ, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მოსპობა ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილმა ამ ხნის განმავლობაში, არამედ სხვა, მათ შორის შედარებით ახალ წარმოქმნილი პოლიტიკური პარტიებისა და ამასაც თუ თავი დავანებოთ, ვერ შეძლო ზოგადად ოპოზიციის მოსპობა ივანიშვილს. ეს უნდოდა, მე ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს არის მარცხის აღიარება, უბრალოდ რაღაცა დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად ვიღაცამ გაიმარჯვა და გამარჯვების კონვერტირება ავღარდაულად აუცილებელი იმისთვის, რომ ეს გამარჯვება როგორც ასეთი გაფორმდეს. მე აგრძელებს პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორ ნაწილად გაყოფით დასუსტებულმა ნაციონალებმა და გასულებმა იფსოსის ეგზიტ პოლების თანახმად ერთობლივად 39% აიღეს საპარლამენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილმა გადაწერა და ორივე ჯგუფს ერთად 20% დაუწერა. არავინ კამათობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყო ერთი სპეცოპერაცია, კვლავ გავიმეორებ. და მეორე ივანიშვილის რევანში დამოუკიდებელ საქართველოზე. საკამათო ეს არ არის. მე უბრალოდ კარგად არ მესმის, რატომ არის აუცილებელი პოლიტიკოსისაგან, პირისაგან, რომელიც აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ პოლიტიკაში უნდა იყოს და რომელიც თამაშობს ჭადრაკს ამ ამბების და სხვა ამბების გახსენება და სხვა ამბებზე საკუთარი ინტერპრეტაციები. მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი კი არა, პრაქტიკულად არავინ, ვინც საქართველოში ამა თუ იმ პოზიციას გამოთქვამს, არ არის აბსოლუტურად მართალი. მიხეილ სააკაშვილის ცდება, ან შეიძლება რომ ცდებოდეს გარკვეულ შემთხვევებში, ის არ არის უზენაესი, ის არ არის მამა ღმერთი, ის არ არის ზევსი, ის არ არის შეუცდომელი ადამიანი, ამიტომ ჭეშმარიტებად მიღება მისი რომელიმე განცხადებისა, რომელიმე აზრისა, ჩემი მოსაზრებით არასწორია. ამ ნაწილში მე პრეზიდენტ სააკაშვილს ვეთანხმები, მე შეიძლება ვცდებოდი ეგ რა მაგის პასუხი, არავის ეგონოს რომ მე რაღაც ჭეშმარიტებას ვღაღადებ, ეს არის ჩემი ვერსია, ჩემი მოსაზრება, ჩემი შეფასება. ამ ნაწილში კვლავ ვიმეორებ, მე ვეთანხმები, დიახ, სპეცოპერაცია ჩატარდა საქართველოში და მიხეილ სააკაშვილი არ ცდება, როცა აგრძელებს და ამბობს, რომ გააკეთა იგივე რაც შევარდაძემ 2003-შიო, ხო, მეტნაკლებად ალბათ შეიძლება ამ შედარების გაკეთება 2021 წელს ჩემი პატიმრობის პირობებშიც კი, ანუ ადგილობრივი არჩევნები იგულისხმება, ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ 40% აიღო წინა ადგილობრივ არჩევნებზე. ეხლა ნახეთ, აი აქედან იწყება ცოტა საკამათო და მე ერთ აბზაცზე შევჩერდები განსაკუთრებით და ამაზე გავამახვილებ, იმ ერთ აბზაცზე გავამახვილებ ყურადღებას. მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას
ვერ იხსნება ფრჩხილი, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა სიმართლე გითხრათ. არ ვიცი 2014 წლიდან ივანიშვილი ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს ცალკე გასულიყვნენ და თავის მხრივ პირდებოდა დაფინანსებას. ხო, რო არ მოგატყუოთ გირჩის ზურა ჯაფარიძის გირჩის და იმ ხანად იცით თქვენ რომ ზურა ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ასე მაგალითად ან მახო მეგრელიშვილი იყვნენ ერთად ხო, მასთან ერთად იყო არამხოლოდ პალიკო კუბლაშვილი, არამედ გოგა ხაჩიძეც, მაგრამ ასე ეხლა ხელის დადება პალიკო კუბლაშვილისთვის და პალიკო კუბლაშვილის დადანაშაულება ერთგვარ ალიანსში ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ენემიდან პალიკო კუბლაშვილს ჩემი მოსაზრებით არასწორია და სწორი რომ იყოს რატომ არის კვლავ ვიმეორებ ეს გარდაულა და უცილებელი აი რა არის საფუძველთა საფუძველი რომ პალიკო კუბლაშვილს ახლა როდესაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა ხაზგასმით ვამბობ პალიკო კუბლაშვილზე გადაიტანო აქცენტი როდესაც ყველა ლაპარაკობს მათ შორის მაგრამ ყველა ლაპარაკობს ერთობის და ერთიანობის აუცილებლობაზე აი პალიკო კუბლაშვილი რატომ არის სამიზნე მაინც და მაინც პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ეს ჩემთვის გულახდილად გეტყვით გაუგებარია და არა მხოლოდ გაუგებარია არამედ მიუღებელიც არის მეორე მხრივ რასაკვირველია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მეტყვიან რომ ეხლა სიმართლის ლაპარაკის დრო არის თუ სიმართლეს არ ვილაპარაკებთ მე უკვე მომავალზე ვერ კონცენტრირდებით და ასე შემდეგ ხო ერთის მხრივ ეს სწორია მაგრამ აკი გითხარით რომ სიმართლეები რომლებსაც ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი შეიძლება არ არის ჭეშმარიტებები ხშირ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ამ შემთხვევაში პალიკო კუბლაშვილის პასუხს არ მოვისმენ და მის ვერსიას მოდი ასე ვიტყვი არ მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით საერთოდ აი ამ ნაგვის თუ სწორი სიტყვაა ხო ქექვა რამდენად ნაგვისა რომელიც 2014 წელს ანუ 10-11-12 წლის წინანდელ ამბებს უკავშირდება რატომ არის გარდაულა და უცილებელი კვლავ ვიმეორებ მე ამას ვერასოდეს გავიგე მე კი გითხარით რომ ორ-სამ ამბავზე გავშერდები მეთქი და აღმოჩნდა რომ უფრო მეტ ამბავზე ვშერდები მაგრამ აი რომელიღაც ეტაპზე ალბათ დამოხრუჭება მომიწევს და ეს ეტაპის ნელ-ნელა ახლოვდება ნახეთ გამოსულიყვნენ და თავის მხრივ პირდებოდა დაფინანსებას გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც უსვამდნენ პირობებს გამოყოფილების გამოყოფა მოხდა ესე იქნება მეგონი არასწორად აქ ჩასმული პირში მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა გამოყოფილებს უსვამდნენ პირობას მათ იმას კი არ სთხოვდნენ რომ ივანიშვილი შეექოთ არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით არც მიშა არც ბიზინა დიახ 2016 წელს ეს ლოზუნგი იყო გულახდილები თუ ვიქნებით მე მახსენდება გიგი უგულავას მუშტი მიშას და რაღაცა იდაყვი ბიზინას თუ პირიქით, როგორც ეს ცოტა შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რამდენადაც მახსოვს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. გიგი უგულავაც კი ამას ლაპარაკობდა, მაგრამ იმაში, რასაც ამბობდა გიგი უგულავა, მაშინ მე მგონი უკვე შემდგომ რაღაც ერთგვარად შეიდანა გიგიმეს საკუთარი განცხადება, მაგრამ იმ განცხადებას აი პირველს მუშტი ბიზინას და იდაყვი მიშას თუ პირიქით იდაყვი ბიზინას და მუშტი მიშას, ხო მე სულაც არ ვზრახავ გიგის, დიახ იყო იმ მომენტში ტრენდი ამგვარი სწორი სიტყვა, არ ვიცი. ხო, ესეთი მიმართულება რომ მიშა ამუხრუჭებს პროცესებს. მიშა არ არის გამარჯვების ფორმულა, მიშას არ მოაქვს გამარჯვება და იქნება და ჩამოვაყალიბოთ მესამე პოლიტიკური ძალა და ევროპული საქართველო როცა ჩამოყალიბდა, სადაც მეორე ყოფილი ნაციონალი შევიდა ან გირჩი რო ჩამოყალიბდა ოდნავ ადრე, ხო ეს იყო პალიკო კუბლაშვილის დახმარებით, მეოხებით, გოგა ხაჩიძის, ზურა ჯაფარიძის ასაკვირველი პირველ ყოვლისა და ასე შემდეგ. სხვაებიც იყვნენ, ეხა არ გამახსენებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი პერსონები იყვნენ თავსუსუ თავიდან, თავდაპირველ ვარიანტში გირჩისა. ხო და ეს არ იყო სულაც ცუდი, მე შეიძლება აღმოჩნდა რომ ეს ცუდია, მაგრამ არ იყო რაღაცა არასწორი ნაბიჯი. საერთოდ ვინ საზღვრავს და რატო აქვს რომელიმე ჩვენგანს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს მესმის რომ მას უზარმაზარი დამსახურება აქვს ქართული სახელმწიფოს შექმნაში 2003-დან პირობითად 2008-მდე, 9-მდე, თუნდაც 12-მდე, მაგრამ ვინა თქვა რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჭეშმარიტებას ხაღადებს თუ გადაგებს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო საკამათო აბზაცია
წინადადება, რომელსაც მე პრეზიდენტ სააკაშვილს დავუწუნებდი და ეხლა ერთი თხოვნა მაქვს, ქერად მოწოდება მაქვს, ან თუ გნებავთ არც მოწოდება მაქვს და არც თხოვნა. მე ხაზგასმით ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილს თუ აქვს თავისუფალ კონკურენციაში პოლიტიკაში დაბრუნების გამოსვლის შემდეგ დაბრუნების სურვილი, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს და ქართველმა ხალხმა, ანუ ამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილს აირჩევს თუ არა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ვიტყვი, რომ უამრავი დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს წინაშე, უამრავი შეცდომა ამავდროულად ჩადენილი. დღეს ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, რაღაც და ორიენტირებულნი ვიყოთ ამ რუსი ივანიშვილის გაგდებაზე და ესეთი ქექვები წარსულისა ჩემი მოსაზრებით და თან ძალიან სუბიექტური, უკიდურესად სუბიექტური ინტერპრეტაციების გაკეთება ჩემი მოსაზრებით არასწორია. ოღონდ ეხლა მიჩნდები, ნუ შემომივარდებით და აი შენი ძველი ბოღმა გაქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არანაირი ბოღმა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ მაქვს, ვინ იცის იქნება თქვენზე, ან ბევრზე მოდი ასე ვიტყვი, მეტი საზოგადოებრივიდან ადვოკატი ვექილიც კი ვარ მიხეილ სააკაშვილისა, როგორც თუსაღისა და რაღაცა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვართ, ან უნდა ვიყოთ, ბუნებრივია მან უნდა აიტანოს კრიტიკა, თუნდაც ზედაპირული, თუნდაც არაკომპეტენტური, თუნდაც სუბიექტური კრიტიკა, მათ შორის ჩემგან და ამასაც ღიად ვამბობ. კვლავ ვიმეორებ, სააკაშვილი არის ძალიან კონტროვერსიული პერსონა, სააკაშვილი არის ძალიან დადებითი პერსონა საქართველოს ისტორიაში, მით უფრო ივანიშვილის ჩაკუკების მოდის ვიხდი ამ სიტყვისთვის ფონზე და ასე შემდეგ, მაგრამ სააკაშვილი არ არის უზენაესი პირი, რომლის ყველა სიტყვა, ყველა აქცენტი არის ჭეშმარიტება. ახლა აი რომ რაც არ არის ჭეშმარიტება, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში არის ის, რასაც ახლა შემოგთავაზებთ, ეს არის და ალბათ მომიწევს მთელი სტატუსის თუ არა ის არის სხვა ასპექტების გაზეც ყურადღების გამახვილება. ეს არის ნახეთ როგორი აბზაცი. იმას კი არ სხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეეკოთ არამედ გამოსულიყო ლოზუნგით, არც მიშა, არც ბიზნა. 2018 წელს ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები, გრიგოლ ვაშაძე versus სალომე ზურაბიშვილი წამოყენებული ბიზინა ივანიშვილის მიერ ემიგრაცია ბრუნდება საქართველოში იმას ამბობს იმხანად ეს აბასთუმნელ ჭორვილელი კაცი და ამავდროულად შეკვეთილელი კაცი და ამავდროულად თბილისელობა რო უნდა ის კაცი და ასე შემდეგ მოკლედ რაღაცა ეს თლად არა თლად ორდინალური რო კაცი რო არ არის ის კაცი და თლად შერაცხადი რო არ არის ჩემი აზრით ის კაცი 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა ენემის კანდიდატი გვაშაძე პირველივე ტურში მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს ნახეთ აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკას თუ ვთამაშობთ და თუ პოლიტიკაში ვართ ძალიან ზედმეტია ჩემი მოსაზრებით გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა საერთოდ და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მით უფრო ახლა მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ რომ გამოცდილი დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე პრაქტიკულად ბოლო დრომდე ახლეს ისტორიაში ბოლო დრომდე იყო რუსეთის მოქალაქე და კარგა ხნის განმავლობაში უკვე შემდგომაც რამდენადაც ვიცი მაგრამ ეს დადასტურებულად არ ვიცი აქედან გამომდინარე კი ბოდიშებთ ის მუშაობდა რუსეთის მითში არა ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძე არის იყო ერთი ხანობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კაცი, დახვეწილი კაცი, რაფინირებული კაცი, რაღაც დიპლომატიური ეტიკეტის მცოდნე, გაცილებით მეტად მცოდნე ვიდრე ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ბევრი პოლიტიკოსი, რაც საკვირველია, მაგრამ მე მაქვს კითხვა. ჯერ ერთი რატომ არ ქონდა ერთი ევროპულ საქართველოს ბაქრაძის წამოყენების უფლება და აპრიორი განცხადება იმისა, რომ ბაქრაძე რომ არ წამოეყენებინა, ბაქრაძე რომელიც სასაკვირველად ამარცხდებოდა, მაგრამ ბაქრაძე რომ არ წამოეყენებინა ევროპულ საქართველოს აპრიორი ვაშაძე გაიმარჯვებდა ეს რატო არის ეს განცხადება ესე აპრიორი ჭეშმარიტება მეორე ბაქრაძე მე უახლოად გეტყვით რომ ბაქრაძის წამოყენების მოწინააღმდეგე მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის ეკითხა ვინმე ჩემთვის მეც ვიქნებოდი იმიტომ რომ ის კონკურენციაში ვერ შევიდოდა ორ ძირითად კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან და ხმებს თუ ვინმეს წაართმევდა რასაკვირველია გრიგოლ ვაშაძეს წაართმევდა მაგრამ ევროპულ საქართველოს ჰქონდა მათ შორის ამ შეცდომის. ოღონდ საკუთარი იდენტიფიკაციის დაფიქსირების უფლება, ხო? შეცდომა იყო შესაძლოა სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ თვით იდენტიფიკაციას ცდილობს პრინციპში 2 წლით ადრე დაარსებული პარტია ბაქრაძისა, ბოკერიასი, უბულავასი, სხვებისა და ამიტომ არ არის ეხლა ეს გასახსენებელი, მაგრამ აქ კიდე უფრო მთავარი
ამბავი სხვა რამეა. 2018 წელს მეორე ტურიდან პრეზიდენტი გახდა სალომე ზურაბიშვილი. ბიძინა ივანიშვილის შერჩეული პერიოდით 25-ში ვართ ახლა. ეხლა მე ესეთ ძალიან კაფიო კითხვას დავსვავ. როგორ გგონიათ? სად იქნებოდა, აი დღეს სად არის სალომე ზურაბიშვილი, კარგია, ცუდია, ამაზე არ ვლაპარაკობ. ის არის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსთა შორის. აი 25 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 1 წლის თავზე სად იქნებოდა გრიგოლ ვაშაძე? ის იქნებოდა თუ არა თუნდაც იმ ფორმატით ქუჩაში, რა ფორმატითაც დღეს დგას ქუჩაში ხალხთან, საზოგადოებასთან, ბიზნეს ოპონენტთა შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მესმის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, მესამე პრეზიდენტს არ უყვარს დიდად მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც რასაკვირველია მასთან მიმართებაში რამდენიმე შეცდომა აქვს დაშვებული, მაგალითად ის, რომ მან ქალბატონმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოვაწერა ხელი, არც განიხილა პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების აქტი, როგორც არც გამოუშვებდა. მესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ედავება, მესამე პრეზიდენტი მეხუთე პრეზიდენტს, იმ ცნობილ ჩანაწერს თუ გამონათქვამს, თუ წიგნში ჩანაწერს, თუ აზრს იმის თაობაზე, რაც 2008 წელს ეხება, მართალია პრეზიდენტი სააკაშვილი არ ვკაბათობ, მაგრამ დღეს და ახლა ვინ იქნებოდა ბიზინა ივანიშვილის ოპონენტი, იქნებოდა კი უფრო ზუსტი რომ იყო გრიგოლ ვაშაძე და არა 24 წლის დეკემბრიდან, ნოემბერ-დეკემბრიდან, ამასაც ხაზგასმით ვამბობ, არამედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ბიზნას მიერ შერჩეული, გადავიდა ოპოზიციისაკენ, გადავიდა ბიზნეს კრიტიკოსთა შორის, მოდი ასე ვიტყვი. ალბათ 2022 წლიდან 21 წლიდან უფრო, ხო, ანუ უკრაინაში ომის დაწყებიდან, აი გრიგოლ ვაშაძე სად იქნებოდა? ხო არ იქნებოდა ის ნამეტანი რაფინირებული დიპლომატი, რომელიც პრინციპში აქცენტებს გააკეთებდა, გულახდილად კითხულობ ამას, ყოველგვარი პასუხსაც მივიღებ ნებისმიერს, ყოველგვარი რაღაც ქვედა ტექსტების გარეშე, ხომ არ გადავიდოდა ემანდ გრიგოლ ვაშაძე რომ ყოფილიყო, მართლა რო გაემარჯვა გრიგოლ ვაშაძეს, რუსეთის მხარეს ხო არ გადავიდოდა, ერთგვარად ბიზნეს მხარეს ხო არ გადავიდოდა, ბიზნესთან დალაგების სურველი ხო არ იქნებოდა და ასე შემდეგ და მე გეტყვი ჩემს შეგრძნებას, არა იმდენად ანალიზს, არამედ შეგრძნებას, რომ გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი ცუდი პრეზიდენტია იმ შემთხვევაშიც კი ბევრად უარესი პრეზიდენტი იქნებოდა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იყო 18-დან 24-ის ჩათვლით და ეს არის სიმართლე და ახლა აქედან გამომდინარე სწორე მოქცეულა თუ ამ ლოგიკას ამ ჯაჭვს გავყვებით ევროპული საქართველო ბაქრაძე რომელიც გამქრალია ეგ რა მაგის პასუხია ბაქრაძე რომელიც არ ვიცი ნობის რეიტინგს თუ ინარჩუნებდა პრაქტიკულად 23-24 წლამდე ხო 60 თუ 65%-იანს ბაქრაძე აორთქლებულია ბაქრაძე უცუდეს როლს თამაშობს კარგახანია ჩემი აზრით მაგრამ ახლა მით უმეტეს როდესაც მისი არც ჩამისმის და არც შუმი აქვე ვიტყვი არც ევროპულ საქართველოსია და არც არაევროპულ საქართველოსში არც არ არის გაქრა სად არის ღმერთმა უწყის ხო აი ახლა მე გეტყვით რომ ბაქრაძეს დავიდავანებოთ ვაშაძე ბევრად უარესი პრეზიდენტი იქნებოდა რაც უნდა გაბრაზდნენ მიხეილ სააკაშვილის ან უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის მომხრეები სალომე ზურაბიშვილს ბევრი შეცდომა შეიძლება აღმოუჩინო მათ შორის წარსულიდან ამოუკეკო და ასე შემდეგ ყოველგვარი მაგრამის გარეშე მაგრამ ვაშაძეს ისეც ამოუკეკავდი და ისეთ ხაზებზე იყო და ალბათ არის კიდეც გასული გრიგოლ ვაშაძე რომ გაგიკვირდება კაც ეხლა პრეზიდენტ სააკაშვილის 18 წუთი გავიდა, მაგრამ 10 წუთის გამიძელით. შემდეგი წინადადებები, რომლებიც სხვას ეხება, აქ იგითხარით, რომ ბევრ თემას შეეხო პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველას უნდა გაახვეწ ესით და მე მინდოდა თავდაპირველად რომ 2-3 თემა ამ მომენტშია და მესაუბრა, მაგრამ მოდი მაინც ჩავიდეთ, გარკვეული პასაჟები მაინც განვიხილოთ. შარშანდელ არჩევნებზე არინაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი ჯერ რა ის არის რა დამოკიდებულება გამოიყვანეს თითქოს სათამაშო იყოს ამ გილაურზე ლაპარაკობს რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-ისგან განსხვავებით მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის საქართველოს ბანკი არ ვიცი ბატონი გილაური ერთი ან ბიტანი გილაური მეორე ამაზე გასცემენ პასუხს მე გულახდილად ლაპარაკობ რა ბატონი ირაკლი გილაურისა და ბატონი ნიკა გილაურის ანუ გილაურების ის გადაწყვეტილება რომელიც აი შარშანდელ ნოემბერ დეკემბერ იანვარს წლევანდელი წლისა თებერვალს უკავშირდება როდესაც ისინი ჯარიბებს არ მახსოვს ოღონდ რამდენს თუ არ ვცდები სადღაც წავიკითხე 270 კაცს გადაუხადეს 5-5000 ლარიანი ჯარიმა არ არის პატარა თანხა ხო მე იმ ფონდს რომელიც მათ შექმნეს აღარ მახსოვს რა ქვია
ერქვა, მე ამას მივესალდებოდი. ამავდროულად აქვე ღიად ვიტყვი რომ ბატონი გილაურის ძმის, ნიკა გილაურის ძმის, ირაკლი გილაურის მისვლა პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძესთან ესე პირისპირ დაჯდომა, საუბარი რაღაცებზე მე არ მესიამოვნა აქვე ვიტყვი. მაგრამ ასეთი განცხადებების გაკეთება პირზე, რომელიც კლავ თუ პოლიტიკაში ვართ, კლავ ვიმეორებ, ხო, რომელიც ასე შენი ან მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და თავისუფალი საქართველოს პარტნიორი შეიძლება იყოს თუ პოლიტიკას აწარმოებს. ეს შეიძლება თქვას რომელიმე ბლოგერმა, შეიძლება გაუწყრეს დანუკა ჟორჟოლიანი და ასე ირაკლი ტაბლიაშვილი შემოსწყრეს და ასე შემდეგ. ირაკლი ტაბლიაშვილი აგეს შემოსწყრა გრიგოლ ბაჩაძის, მაგრამ პოლიტიკაში როცა ხარ და ჭადრაკს დაბაშობ, ესეთი განცხადებების გაკეთება ჩემი აზრით არასწორია და რაც მთავარია არ არის კონტექსტუალური. ახლა რა დროს გილაურზე, ან მანამდე კუბლაშვილზე, ან ვაშაძეზე, ან ბაქრაძეზე ან სხვაზე კონცენტრირება. საქართველოს ბანკთან მიმართებაშიც ხო, თითქოს სწორია საქართველოს ბანკის გაჩეჩილაძე გვაქვს ცნობა იმის თაობაზე, რომ ლობირებს ბიზინა ივანიშვილს და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა ცნობებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს, თუ ვინმე რეცხავს ფულს პრეზიდენტ სააკაშვილო, ეს არის ლიბერტი ბანკი და აგრეთვე ბაზის ბანკი და მე მაინც ვურჩევდი პრეზიდენტ სააკაშვილს რომ აქცენტი გადაიტანოს სწორედ ამ ორ უკანასკნელ ბანკზე და მათ შორის რუსი ოლიგარქების ფულზე კონცენტრირებულზე სწორედ ლიბერტი ბანკში. გილაურმა თავისი ფული თავისი ჭყალებშია ჩადოს საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით რომ მინიმუმად დასულიყო ჩემი ხსენება. ეს სულ ეგოცენტრიკული ჩემი ხსენება როგორ რას ბრძანებთ? მეც კი და ბევრი ჩვენგანი ვლაპარაკობდით იმას და ვწდებოდით, აქვე დავადასტურებ, იმას რომ მიშა გარდაულად კვდება, არა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ასაკვირველია, კომისიაზე ჩამოდიოდა, ბევრი ამბები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მედია არ ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილზეო და ხსენება არ იყო მიხეილ სააკაშვილისო, ტყუილი ამბავია, ყოველი მეორე არ ვიცი, მაგრამ ყოველი მესამე რესპონდენტი აუცილებლად იყო ან ნაციონალური მოძრაობის ან მოწეული ლიდერებიდან, მე მყავდა გიორგი ბარამიძე სამჯერ დაახლოებით. აღარ ლაპარაკობ ხა სხვებს როგორ ყავდათ თინა ბოკუჩავას სხვები და სხვები. ეს პრობლემა ის არის, რომ უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ გარკვეულან სამწუხაროდ ვინ არის ლიდერი, ვინ რომელ ფრთას წარმოადგენს, ვინ ვისია და ასე შემდეგ და ერთმანეთშიც მიდის ეს ჭამა და რაც შეეხება ხა მიხეილ სააკაშვილს, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წერილებზე უგზავნიდა მათ შორის მედიის წარმომადგენლებს და ხსენება მისი ბუნებრივია იყო. შედავთ ხო და მithumetes ეხა ეს პირობა რომ რაღაცა მედიაში ხსენება არ ყოფილიყო. მე არ ვიცი როგორ არის ტv პირველზე ფსულად არ ვიცი, მაგრამ ხვდები, არ ვიცი როგორ იყო თავარზე, არ ვიცი, მაგრამ ხვდები როგორც იყო არავინ არც ერთ ჟურნალისტს ხაზგასმით მამბობ, არც ჩვენთან ფორმულაზე, არც ტv პირველზე და არც თავარზე ხო არავინ არც ერთ ჟურნალისტს არ საკადრებს იმას რომ აი არ ახსენოთ მიხეილ სააკაშვილი. მე ჩემს პრაქტიკაში ამგვარი რამ არ მქონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კოლეგები ფართოდ ყველა მედიაში ხო აი იგივეს დაადასტურებენ. რას ნიშნავს ეხა უთხრა რაღაც ინგა გრიგოლიას რომ არ ახსენო მიხეილ სააკაშვილი ან ახსენეთ სუდად, ხო წარმოუდგენელი ამბავია, აღარ ლაპარაკობ კი არა, ასევე ლაპარაკობ ჩემს კოლეგებზე უშუალოდ არხიდან ტელეკომპანია ფორმულადან. და ნემის ხო ახლა ნახეთ კიდე ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს რა სიგიჟეა. სამაგიეროდ გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად. გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად, იმიტომ რომ ის იყო აქტიური. ეგრეთი ყველგან და მუდმივად სად გამოდიოდა, ორჯერ სამჯერ იყო ის მახსოვს იმართლა გითხრა, ჩემთან არ ყოფილა და ასე შემდეგ. ყვებოდა რომ ჩვენს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენემის წევრი. ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ენერგეტიკის, შემდეგ ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს. აი, ესე იგი კახა ბენდუქიძე აქ პასუხს ვერ გასცემს მიხეილ სააკაშვილს. გილაურს პასუხი სრული გარკვეული ალბათობით არ ექნება თუ არა გამოვიდეს გილაური და თქვას ამასთან დაკავშირებით და საერთოდ რა თემაზე ვლაპარაკობ, რა თემებზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი პირდაპირ მნიშვნელობით და როდესაც რასასახია
რაღაც კონკრეტული ნაბიჯების, ხო? და პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა რაღაც პედესტალზე რო დგას, პედესტალზე რო დგას რაღაცებს წარსულს ქეკავს, ხო? ეს მე მგონია რომ არასწორია. თან დაღნიშნოს რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისაგან პირდაპირ ანირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისაგან. ნუ ეს სწორი განცხადებაა, ვეთანხმები. ვინაიდან საბოლოო ჯამში ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს ის ხალხი, ვისაც ფულს აძლევს. ესეც ნუ ყველაზე მეტად არ ვიცი რამდენად, მაგრამ არ უყვარს ნამდვილად. მე ჩემის მხრივ არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ გადავხაზო ყველა უთანხმოება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ბოლოს წინა აბზაცი და მანამდე წარმოთქმული აბზაცები. დიახ, ფართო გაგებით გილაურის, კუბლაშვილის, რომელიც ახსედა სტატუსის დასაწყისში, ტექსტის დასაწყისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო ესენი ფართო გაგები თუ არიან პოლიტიკაში. ეხლა თუ ერთიანობაზე ლაპარაკობთ, ან ერთიანობის აუცილებლობა, რომელიც არ გამოვა, ეგრე მაგის პასუხია, მაგრამ რაღაი ვლაპარაკობთ, ხო? ერთიან სტრატეგიაც კი არ გამოვა, არა თუ რაღაც ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება და ეს უკანასკნელი ჩემს არც უნდა გამოვიდეს. მაგრამ კარგით, ეხლა ეს სხვა თემაა. ხო, თუ ერთიანობაზე ვლაპარაკობთ როგორც ასეთზე, მაშინ აი გილაურის წინააღმდეგ, აქვია ბაქრაძის წინააღმდეგ, ხო, ბაქრაძის წინააღმდეგაც კი და ასე შემდეგ, ჩემი აზრით სრულიად არასწორია, ხო, კუბლაშვილის წინააღმდეგ. იმიტომ კი არა რომელიმე მოგწონს ან არ მოგწონს. ხო, ეხლა რატო წვრილ ბოდიში ასე თქვა მეთქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი ხარ და ამხელა რაღაცა იმეებს ებრძვი. ხო, შემოტევებს სხვადასხვა გვარს, მაგრამ მაგის პასუხია და რა დროს გილაურზე ლაპარაკი, ამე და წვრილმანებაა, გილაურამდე კი არა, საერთოდ რა დაწვრილმანდებაა. როდესაც ეხლა რუსთაველის პროსპექტია გადასარჩენი, ეხლა ამერიკამდე ხმა, მისატანი როგორ ღაც იმის თაობაზე, რომ რაღაცა და ასე შემდეგ. რაღაი ამერიკა ვახსენე, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ სტატუსს დავიწუნებთ გვერდით უბრალოდ არ მახსოვდა აქამდე და ეს არის წინა სტატუსი. მე ფოტოს არ გაჩვენებთ მისი კალიშვილის ალისასი და პრეზიდენტი სააკაშვილი კი წერს და თითქოს აი აპელირება არის ალისა სააკაშვილზე, არჩეული ბავშვზე. მე მინდა პატივისცემა დავადასტურო ბავშვის მიმართაც და დედის მიმართ, მამის მიმართაც შემიძლია დავადასტურო პატივისცემა, რასაკვირველია, პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა შვილის მიმართ შემიძლია დავადასტურო პატივისცემა. ნიკოლოზის, ედუჩასი, მე დავადასტურებ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მეუღლის, კალტვის სანდრას მიმართ პატივისცემას და ასე შემდეგ, სოფოს მიმართ პატივისცემას. მოგეთ, ყველას მიმართ პატივისცემა. ეს ამ თავითვე რო გავცოცხლოთ და ასე შემდეგ. მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ასაც წერს, აი ეს სტატუსი. არის ჩემი აზრით აი არაადეკვატურობაც არ არის. არაადეკვატურობაზე მეტია მეთქი. ან თუ გნებავთ აი შევიკავებ თავს და ვიტყვი აი ეს არაადეკვატურობა. ოღონდ ეყრდნობა აი აქ თითქოს ალისას უთქვამს ესეთი რამ. ნახეთ, ალისას ეუბნება ერთი ახლობელი. ალისა, შენ პრეზიდენტი უნდა გახდე. წარმოვიდგინოთ ეს სცენა, 5 წლის არის თუ 6 წლის ალისა და ერთი ახლობელი ეუბნება რომ ალისას მიმართავს ასე ან რატო მიმართავს, მაგრამ ნუ კარგით მიმართავს რომ თქვათ და მიმართავს რომ ალისა აი შენ უნდა პრეზიდენტი გახდე. არავითარ შემთხვევაში პასუხობს ალისა. არ მინდა მამაჩემივით გამოვკეტონ. ჯერ ერთი მინდა გითხრათ რომ საქართველოს 5 პრეზიდენტიდან 5 პრეზიდენტს ყავდა შვილები და ყავს შვილები. ხო, გამოკეტილი მარტო პრეზიდენტი სააკაშვილია. ეს არის პრეზიდენტ პუტინის პირადი ტყვე. ორი პრეზიდენტი ცოცხალი არ არის. პრეზიდენტი მარგველაშვილის შვილები, ჯანმრთელები, კარგები, არაჩვეულებრივები, მე მარგველაშვილის ოჯახსაც უდასტურებს ხადია პატივისცემას, მაკას, ბავშვებს და პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილები გამოკეტილები არ არიან და არ არის გარდაუვალობა გამოკეტვა საპატიმროში. ასე, როგორ უნდა ვთქვა, ეს არ მგონია სერტალისოს ეთქვა, მაგრამ თუ ეს ასეა, ხო? ამას ნუ ეუბნებით, რომ აუცილებლად ნებისმიერი პრეზიდენტის შვილი, ხო, მათ შორის სააკაშვილი რომ იყოს წლების განმავლობაში შემდეგ პრეზიდენტი, აუცილებლად გამოკეტილი იქნება. იმ ხანად, როდესაც ალისა პრეზიდენტი თეორიულად შეიძლება გახდეს, ანუ ეს არის დაახლოებით 30 წლის შემდეგ, ხო, არავის პრეზიდენტებს არ გამოკეტავენ. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ასეც იქნება, თუ ეხა სისხლის სამართლის დანაშაული არ ეკნება ჩადენილი ალისაზე, როგორ თქვა, ვინმე მომავალ პრეზიდენტს რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც. ეხლა ნახეთ ეს ოპონენტი, თუ კითხვის დამსმელი ახლობელი, თურმე ჩაეკითხა ბავშვს და
დაეუნება საქართველოში კი არა, გულისხმობ ამერიკაში, რომლის მოქალაქეს ხარ ალისა. უნდა აგირჩიონ პრეზიდენტად. ამერიკის პრეზიდენტობას თავაზობს თურმე ის პირი გულშემატკივარი ოჯახისა, სააკაშვილების, რაც სიგიჟეა, რა საკვირველია, აყანებეთ ესეთ გულშემატკივრებს თავი, მოიცინეთ მეთქი ესე ვიტყვი. ალისა არიბნევა, მე მესმის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რამდენად მსმენია ის, ძალიან სმარტი, ძალიან გონებამახვილი, ძალიან ჯგონიერი გოგოა და ღმერთმა ასეთად ამყოფოს კიდეც, იმიტომ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა შვილი ასეთია, აქვე ვიტყვი, რამდენად მე არ ვიცნობ, არც ერთხელ ყავს ერთხელ შემხვდა ედუჩა სადღაც იმის მოედანზე, აქვია გუგუდიაშვილის, კი არა, რაც ქვია მოკლედ რა. ძველ თბილისში მოკლედ და ძალიან ზრდილი, ძალიან კარგი კაცია, ახალგაზრდა კაცია და მცოდნე რასაკვირველია. ეხლა ნახეთ საქართველოში კი არა, გულისხმობ ამერიკაში, რომლის მოქალაქეც ხარ, უნდა აგირჩიონ პრეზიდენტად. აქ არის მესიჯი პრეზიდენტ სააკაშვილის, ალისა ხო არ წერს ამ ყველაფერს, ხო? რომელიც არ უნდა წარმოთქვა. თუ ჭადრაკს თამაშობ, მით უმეტეს პოლიტიკურ ჭადრაკს თუ წარმოთქვა. თამაშობ, ხო, მით უმეტეს არ უნდა წარმოთქვა. ალისა არიბნევა, ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამაზე ამბობს, ხო და ამერიკაში გამომკეტავენ, თან იქ პრეზიდენტები მარტო კაცები არიან. ძალიან დიდი ბოდიში. ჯერ ერთი ამერიკაში რომელი პრეზიდენტი გამოკეტეს, ეს უნდა ამიხსნას ალისა მარაო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ეს ერთი და მეორე, ეხლა ბოდის ვიხდი. ბატონო მირზა, დაგირეკავთ 5 წუთში, მე თვითონ 2 წუთში უფრო ზუსტად. მადლობა. ეს ნიშნულოვანი პერსონა მირეკავთ, რომ გამეთიშა, მე შეიძლება გამქრალიყო, ბატონო მირზა. და ამიტომ ავიღე ეხლა ყურმილი, უპასუხე ბატონ მირზას, კეთილი კაცია. არ არის ეს სწორი განცხადება, მით უმეტეს ესე რეფერენსის თუ რაღაც დაყრდობა 6 წლის ბავშვზე, რა ხო არ კითხავ ეხლა ესე უპასუხე თუ არა. არავით არის პრეზიდენტების გამოკეტვა საქართველოში გარდა ერთი შემთხვევისა არ ხდება და არ მოხდება, რაც მთავარია პრეზიდენტ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე და 30 წლის შემდეგ როცა ალისას პრეზიდენტობა მოუწევს თეორიულად ჩვენ რასაკვირველია პუტინის კი არა საერთოდ რუსეთისაგან დასხლტომილებ და ამ ხტარები უნდა ვიყოთ, ანუ გამოსულები უნდა ვიყოთ იმ სივრციდან, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს და გვახვევს თავს ბანდიტი ივანიშვილის მეოხებით საშუალებით და გამოყენებით ეს ერთი 30 წლის შემდეგ ალისა მეგაძლევ ხმას, ასე უნდა ვთქვა, საქართველოში. ამერიკის მოქალაქე არა ვარ, თორე იქაც მოგცემდით ხმას, რა მივცემდით ხმას ალისას რა პრობლემაა. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 წლის შემდეგ და ახლაც და არც არასოდეს პრეზიდენტების გამოკეტვა არ ხდება და 30 წლის შემდეგ, როცა ალისას მოუწევს პრეზიდენტობა, თუნდაც შეერთებულ შტატებში იქ ქალი არჩეული იქნება პრეზიდენტად, გაგიკვირდებათ და დიახ, იქნება არჩეული. და კონკურენციაში ახლაც არიან, ჰილარი კლინტონის მაგალითი არის კარგი მაგალითი, ლამის გახდა, ნიკი ჰეილის და სხვათა მაგალითების არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ არიან წარმატებულები ქალი პოლიტიკოსები. და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რასაკვირველია ის რესურსი, ის პოტენციალი, რომ ალისაც აირჩიოს პრეზიდენტად. თუ მაინც და მაინც. ეს არის სიმართლე და ეხლა დანარჩენი ამგვარი განცხადების გაკეთება მithumeles ამ კონტექსტში, როცა ჩვენ გარდაულად გვჭირდება შეერთებული შტატებიდან მხარდაჭერა ტრამპის ადმინისტრაციისაგან. კი ბოდიშებთ, მაგრამ არასწორია, პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეებს უდასტურებ, რომ მიშა პატიმარია, პუტინისა, ბიზნესა ივანიშვილისა, რუსეთის აგენტია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვიცით, რომ ის ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს ყოველთვის, ხანდახან სიმართლესაც გაურებს და ხანდახან სიმართლესაც არ ლაპარაკობს და რომც ლაპარაკობდეს მისი კრიტიკა აბუდადებული არ არის, აი ეს იყო ჩემი კრიტიკული შენიშვნები პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ორ სტატუსზე და ორი სტატუსის ბევრ პასაჟზე. ნახვამდის.